მოგესალმებით. სანამ უშუალოდ დღევანდელი ვიდეოს თემაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ამ არხზე ვეხებით ქალსა და მამაკაც შორის ურთიერთობებს, განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ემოციური მიჯაჭვულობა, ქართველი ქალისა და კაცის კომპლექსები ურთიერთობაში, გავაანალიზებთ რა უშლით ხელს ქალსა და კაცს, რომ ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობა. ამიტომ თუ თვლი, რომ ამ საკითხებზე ხშირად რჩევებს ვერ ისმენ, მაგრამ ძალიან გჭირდება სიცხადე გამოიწერე ეს არხი. დღევანდელი ვიდეო შეიძლება გაბედულად ჟღერდეს და ზოგი ადამიანი ამიდიამ გააღიზიანოს კიდეც. მაგრამ თუ შენ ხარ ქალი, რომელიც მუდმივად ეჯაჭვება კაცებს, ზედმეტად ფიქრობს კაცებზე, ელოდება კაცებს ტირის კაცების გამო და კარგავს თვეებს ან წლებს კაცებზე, რომლებიც არასდროს გირჩევენ, ეს ვიდეო შენთვისაა. იმიტომ რომ დღევანდელი თემა მარტივია. კაცს უნდა ის, რასაც ვერ მიიღებს. მე არ ვგულისხმობ კაცების სიძულვილს, არ ვგულისხმობ უხეშობას. არ ვგულისხმობ სიცივეს და გაბოროტებას. არ ვგულისხმობ მოთამაშედ ქცევას. ვგულისხმობ, რომ შეწყვიტო შენი გულის, შენი ენერგიის, შენი დროის, შენი სითბოს, შენი ერთგულებისა და შენი გონებრივი ძალისხმევის მიცემა იმ კაცებისთვის, რომლებმაც ეს არ დაიმსახურეს. იმიტომ რომ ბევრი ქალი სინამდვილეში კაცს კი არ ეურთიერთება, არამედ კაცის ფანტაზიას. ისინი ხვდებიან იმედს. ისინი ურთიერთობენ იმ მომავალთან, რომელიც თავიანთ თავში აქვთ წარმოდგენილი. ისინი აშენებენ მომავალს ისტორიაზე, რომელიც შექმნეს ერთი კარგი პაემნისა და რამდენიმე კარგი მესიჯის შემდეგ. და როცა კაცი ჩუმდება, როცა კაცი უკან იხევს, როცა კაცი ხან თბილია და ხან ცივი, ქალი გრძნობს, თითქოს რაღაცას კარგავს. მაგრამ ის მას არ კარგავს. ის კარგავს ფანტაზიას. ამ ვიდეოში მე გასწავლი, როგორ დარჩე რეალობაში, როგორ ამოიცნო თამაშები, როგორ შეწყვიტო ხან ცივზე და ხან ცხელზე რეაგირება, როგორ გახდე იმდენად მიწაზე მყარად მდგომი და დამოუკიდებელი, რომ ბუნებრივად შეწყვიტო იმ კაცებზე ზრუნვა, რომლებიც სერიოზულები არ არიან. და დიახ, სახალისო ნაწილი ის არის, რომ როცა სწორად შეწყვეტ ზედმეტად ზრუნვას, კაცები ხშირად იწყებენ შენზე მეტად დევნას. არა იმიტომ, რომ თამაშობ, არამედ იმიტომ, რომ მათი დაკარგვის არ გეშინია. და კაცები ამას პატივს სცემენ. ასე რომ მოეწყყვე კომფორტულად და დავიწყოთ. ჯერ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რატომ ზრუნავენ ქალები ასე ძალიან. ქალები სწრაფად ებმებიან, როცა ქიმიას გრძნობენ. ჩვენ ვგრძნობთ ნაპერწკალს. და გგონია, რომ ეს რაღაცას ნიშნავს. ვგრძნობთ პეპლებს მუცელში და გგონია, რომ ეს სიყვარულია. ვგრძნობთ ემოციურ ინტენსივობას და გგონია, რომ ეს ბედის წერაა. მაგრამ ქიმია არ ნიშნავს ერთგულებას. პეპლები არ ნიშნავს ლოიალობას. ნაპერწკალი არ არის ბეჭედი. კაცები ისე არ ებმებიან, როგორც ქალები. კაცები გადაწყვეტილებას იღებენ დროისა და გამოცდილების მიხედვით. ისინი აკვირდებიან, ამოწმებენ, უყურებენ. ხედავენ, როგორ რეაგირებ. ხედავენ, რამდენად მარტივი ხარ მოსაპოვებლად. ხედავენ, რამდენს ითმენ. ქალები კი, პირიქით, ხშირად ადრე ებმებიან. ჩვენ შეიძლება კაცს მივეჯაჭვოთ, ყურადღებით, საუბრით, წარმოსახვით, იმედით, მომავლის იდეით. ამიტომაც იჭედებიან ქალები. იმიტომ რომ ქალი უკვე ემოციურად არის ჩადებული, ხოლო კაცი ჯერ კიდევ გადაწყვეტილებას იღებს. და როცა ქალი ძალიან ადრე ერთვება ემოციურად, ის იწყებს ისეთი ქცევების გაკეთებას, რომლებიც მიმზიდველობას კლავს. ქალი ზედმეტად ხსნის ყველაფერს. აგზავნის გრძელ მესიჯებს. ითხოვს დამშვიდებას. ეკითხება, ჩვენ ვინ ვართ ერთმანეთისთვის. ზედმეტად ხელმისაწვდომი ხდება. ცვლის თავის გეგმებს მის გამო. იქცევა მის შეყვარებულად მაშინ, როცა კაცს ჯერ შეყვარებულად არ გაუხდია. და ვიცი, შეიძლება თქვა, მაგრამ მე უბრალოდ მოსიყვარულე ვარ. მე უბრალოდ მზრუნველი ვარ. დიახ, ასეა, მაგრამ ძალიან ადრე ზრუნვა სიყვარული არ არის, ეს ემოციური გაჟონვაა. ეს არის ძალის უფასოდ გაცემა. ასე რომ, პირველი დიდი წესი იმისთვის, რომ გახდე ქალი, რომელსაც ის მარტივად ვერ მიიღებს, არის ეს. შენ არ დებ ემოციურ ინვესტიციას მანამდე, სანამ კაცი დროთა განმავლობაში არ დაამტკიცებს საკუთარ თავს. არა ერთი კვირა, არა სამი პაემანი დრო. იმიტომ რომ ნებისმიერ კაცს შეუძლია 2 კვირა საოცრად მოიქცეს. ნებისმიერ კაცს შეუძლია 1 თვე იყოს ტკბილი. ნებისმიერ კაცს შეუძლია თამაში. მაგრამ პატერნები არ ტყუის. ასე რომ ამიერიდან შენ ხდები პატერნების დამკვირვებელი და არა ფანტაზიების მშენებელი. ახლა ვისაუბროთ ფანტაზიაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი ხვდება კაცს და მოსწონს ის. ის მიმზიდველია, თავდაჯერებულია, სასიამოვნო ხმა აქვს, განსაკუთრებული მზერა აქვს.
ის აგზავნის დილის მესიჯებს. ამბობს, მომწონ ხარ. ამბობს, მენატრები. ამბობს, შენ განსხვავებული ხარ. და შემდეგ ქალის გონება იწყებს მომავლის დახატვას როგორც ფილმის. შენ წარმოიდგენ ერთად გატარებულ შაბათკვირებს. წარმოიდგენ დასვენებას. წარმოიდგენ, რომ მისი ცოლი ხარ. წარმოიდგენ, რომ ის შენ გირჩევს. წარმოიდგენ, რომ ის შეიცვლება. წარმოიდგენ, რომ უფრო სტაბილური გახდება. წარმოიდგენ, რომ ის გახდება ის კაცი, რომელიც შენ გჭირდება. მაგრამ შენ ჯერ არ იცნობ მას. შენ მხოლოდ პირველი თავი იცი მაშინ, როცა მის შესახებ უკვე მთელი წიგნი დაწერე. მაშინ როგორ ხდები ქალი, რომელსაც ის მარტივად ვერ მიიღებს დასაწყისში. შენ წყვეტ წარმოსახვებს. შენ რჩები რეალობაში. რეალობა მოსაწყენია, მაგრამ ის გიცავს. რეალობა მარტივია. რას აკეთებს ის? როგორ გექცევა? რამდენად თანმიმდევრულია? აქვს თუ არა გეგმა? ასრულებს თუ არა იმას, რასაც ამბობს? დებს თუ არა ინვესტიციას? ჩნდება თუ არა? თუ რეალობაში დარჩები, ვერ შეგიყვარდება ფანტაზია. შენ მხოლოდ რეალურ კაცს შეიყვარებ, რომელიც რეალურ ქმედებებს აკეთებს. და სწორედ ეს არის მთავარი. შენ უნდა შეგიყვარდეს კაცი მხოლოდ მაშინ, თუ ის კარგი კაცია, ღირსეული კაცია, კაცი, რომელიც ინვესტიციას დებს, კაცი, რომელიც რომანტიკულია, კაცი, რომელიც გულუხვია, კაცი, რომელიც ძალისხმევას და ლიდერობას გაჩვენებს, კაცი, რომელიც გარკვეულია, არა კაცი, რომელიც გაბნევს. ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს ფანტაზიებში დაიჭერ, შეჩერდები და იკითხავ, რა არის რეალური ახლა? რეალურად რა გააკეთა მან? არა რა თქვა, არა რისი იმედი მაქვს, რეალურად რა გააკეთა. მხოლოდ ეს შეცვლის მთლიანად შენს სასიყვარულო ცხოვრებას. ახლა ვისაუბროთ თამაშებზე, რადგან კაცების თამაშები ბევრია და ქალები თამაშებში იმიტომ ებმებიან, რომ სიტყვებს სერიოზულად იღებენ. კაცი ამბობს, მენატრები, და შენ ფიქრობ, რომ მას შენდამი სურვილი აქვს. კაცი ამბობს, დაკავებული ვარ, და შენ ფიქრობ, რომ დაბრუნდება. კაცი ამბობს, მზად არ ვარ, და შენ ფიქრობ, რომ მოგვიანებით მზად იქნება. კაცი ამბობს, მე სხვა კაცებს არ ვგავარ, და შენ ფიქრობ, რომ ის განსაკუთრებულია. მაგრამ კაცებმა ზუსტად იციან, რას აკეთებენ. ისინი გიტოვებენ იმედს. ისინი გტოვებენ ემოციურად მიბმულს. ისინი გტოვებენ მოლოდინში. ისინი გტოვებენ დაბნეულს, რადგან დაბნეულობა გიბიძგებს დევნაზე. ცხელის და ცივის თამაში კლასიკაა. ის თბილია, შენ მოდუნდები. ის ცივდება, შენ პანიკაში ვარდები. როცა ის ბრუნდება, შვებას გრძნობ. და ეს შვება სიყვარულს გავს. მაგრამ ეს სიყვარული არ არის. ეს შენი ნერვული სისტემის დამოკიდებულებაა. და როცა ამას გაიაზრებ, რეაგირებას შეწყვეტ. დევნას შეწყვეტ. გამოსწორების მცდელობას შეწყვეტ, იმიტომ რომ ერთი წინადადება უნდა დაიმახსოვრო, არათანმიმდევრულობა არის სიცხადე. თუ კაცი არათანმიმდევრულია, ეს შენი პასუხია. თუ მას შენი არჩევა უნდოდა, ასე დაურწმუნებელი არ იქნებოდი. თუ მას ვალდებულება უნდოდა, ასე დაბნეული არ იქნებოდი. ასე რომ ქალი, რომელიც ზედმეტად არ ზრუნავს და სიცხადეს არ მოითხოვს, დაჟინებით ის ქცევას კითხულობს. ის პატერნებს აკვირდება. და შესაბამისად მოქმედებს. და დიახ, როცა ცოტა უფრო ასაკოვანი ხდები, კაცების წაკითხვა ძალიან მარტივი ხდება. იმიტომ რომ იგივე თამაშებია ისევ და ისევ, განსხვავებული სახე, იგივე ხრიკი. როცა ამას წლები ხედავ, მოსაწყენი ხდება და მოწყენილობა სინამდვილეში ძალაა, რადგან შთაბეჭდილების ქვეშ აღარ ხარ. მინდა რეალური მაგალითი მოგიყვანო, რადგან ეს ძალიან ხშირია. კაცი ქრება. არც მესიჯი, არც ზარი სიჩუმე. ქალი აგზავნის მესიჯს. ხომ კარგად ხარ? უბრალოდ გადავამოწმე. ეს ანომალია არ არის. ეს ნორმალური ადამიანური სიკეთეა. მაგრამ რას აკეთებს ზოგჯერ მოთამაშე კაცი? ის ამას იყენებს იმის მტკიცებულებად, რომ ძალა აქვს. შეიძლება სხვებსაც კი აჩვენოს და თქვას, ნახეთ როგორ მოვწონვარ. სინამდვილეში კი ქალი უბრალოდ კეთილი იყო. ასე მუშაობს ეგო. ზოგ კაცს უყვარს ასურველად გრძნობა, უყვარს სიყვარულის გრძნობა, უყვარს დევნის გრძნობა. მათ უყვართ თავი პრიზად იგრძნონ. ამიტომ ისინი შენს მზრუნველ მესიჯს საწვავად იყენებენ და მერე შენ სწავლობ. რაღაც შენში იცვლება. შენ წყვეტ კაცებისთვის ეგოს გამოკვებას.
შენ წყვეთ, კარგად ხარ? მესიჯების გაგზავნას იმ კაცებისთვის, რომლებიც ქრებიან. არა კარგი კაცებისთვის, არამედ იმ კაცებისთვის, რომლებიც ქრებიან. რომლებიც ჩუმდებიან, როცა შენ გამოხატავ ინტერესს. შენ წყვეთ ძალიან ადრე ზრუნვის ჩვენებას, რადგან ხვდები, რომ ზოგი კაცი ზრუნვას არ აფასებს. ისინი მას თავისთავად იღებენ და ზოგჯერ ბოროტადაც იყენებენ. მაშინ რას აკეთებ ამის ნაცვლად? შენ მშვიდი ხდები. ჩუმი ხდები. მარტივი ხდები. თუ კაცი ქრება, შენ მას არ მისდევ. არ წერათ აბზაცს. არ აგზავნიათ მესიჯს. არ ეხვეწები. არ ხსნი. იმიტომ რომ თუ კაცს მოსწონ ხარ, ის არ გარისკავს შენს დაკარგვას. და თუ ის რისკავს შენს დაკარგვას, ის არც ისე სერიოზულია. ეს არის რეალობა. ახლა მინდა გასწავლო, როგორ უპასუხო ისე, რომ თავი ძლიერად იგრძნო, მაგრამ არა მასკულინურად. არა, ამას ვასწავლი მე გაკვეთილს, სტილში, არამედ ქალურად, მშვიდად. აი ზუსტად ამ ენერგიით. ასეთი ბანალურობისთვის ხელმისაწვდომი არ ვარ. იმიტომ რომ კაცს სიტყვებით ვერ დაარწმუნებ, რომ თანმიმდევრული გახდეს. ვერაუხსნი ისე, რომ მზად გახდეს. შენ მხოლოდ შენი სტანდარტის ჩვენება შეგიძლია იმით, რას იღებ და რას არა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. მაგალითი 1. ის 3 დღე ქრება და მერე წერს, სად დაიკარგე? ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, მაშინვე პასუხობს. კარგად ხარ? რამდენი ხანი არ გამოჩენილ ხარ? იმედი მაქვს, კარგად არის ყველაფერი. ეს ქალი ზედმეტს გასცემს. ცდილობს სიახლოვის დაბრუნებას. მაღალი ღირებულების ქალი ამას არ აკეთებს. ის არ სჯის მას. არ ამხელს. უბრალოდ ემოციურად ერთი ნაბიჯით უკან დგება. შეიძლება მოგვიანებით უპასუხოს. შეიძლება მოკლედ უპასუხოს. შეიძლება მსუბუქად შეინარჩუნოს დიალოგი. ან საერთოდ არ უპასუხოს, რადგან მისი მთავარი სათქმელი სიტყვებით არ გამოიხატება, არამედ მისი ენერგიით. მაგალითი 2. ის ამბობს, დაკავებული ვიყავი. ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, იწყებს მის გამართლებას, არაუშავს, მესმის. არ ინერვიულო. არ მინდა შეგაწუხო. ამ დროს ქალი თავს იპატარავებს. მაღალი ღირებულების ქალი კი არა. ის უბრალოდ ცვლის საკუთარ ინვესტიციას. ის წყვეტს შეყვარებულივით ხელმისაწვდომობას მაშინ, როცა შეყვარებულივით არ ექცევიან. მაგალითი 3. ის ამბობს, ზედმეტად ფიქრობ. ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, იწყებს თავის დაცვას. ხსნის თავის გრძნობებს. ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნორმალურია მისი ზედმეტი ფიქრი. მაღალი ღირებულების ქალი მშვიდია. ის არ კამათობს. არ ამტკიცებს. ის აკვირდება და თავისთვის გადაწყვეტს. ეს კაცი ჩემი შესაფერისია. მაგალითი 4. ის კითხულობს, რატომ იქცევი ასე დისტანციურად? ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, აღიარებს. მენატრები, მეშინია. მინდა ახლოს ვიყოთ. მაღალი ღირებულების ქალი ღირსებას ინარჩუნებს. ის არ აჩვენებს თავის სისუსტეებს კაცს, რომელიც არათანმიმდევრულია. ის ნეიტრალურია. შეიძლება უბრალოდ უპასუხოს, დაკავებული ვიყავი, ან არაფერი განსაკუთრებული, იმედი მაქვს, კარგად ხარ და განაგრძოს ცხოვრება. ამჩნევ ენერგიათა შორის სხვაობას. მშვიდი, მოკლე, მკაფიო. არანაირი დრამა, არანაირი თხოვნა, არანაირი მტკიცება. ასე ხდები ქალი, რომელსაც ის მარტივად ვერ მიიღებს. ახლა ვისაუბროთ ფულზე და დამოუკიდებლობაზე. ქალები კაცებზე ყველაზე მეტად მაშინ ზრუნავენ, როცა თავს დაუცველად გრძნობენ. როცა ფინანსურად გიჭირს, უფრო ძლიერ ეჯაჭვები მას. როცა მომავალი გაურკვეველია, უფრო ძლიერ ებმები დრამაში. როცა თავს მარტოსულად გრძნობ, უფრო მოწყვლადი ხარ მიჯაჭვულობისადმი. როცა ფიქრობ, რომ კაცი შენი გადამრჩენელია, უფრო ძლიერ ეჯაჭვები მას. ზოგ ქალს ეს არ მოსწონს, მაგრამ ეს სიმართლეა. თუ ფიქრობ, რომ კაცი შენი გაქცევის გზაა, მუდმივად ატანის რეჟიმში იქნები. თუ ფიქრობ, რომ კაცი შენი ცხოვრების დონეს აამაღლებს, მის ნაკლებზე განზრახ დახუჭავ თვალს. მთლიანად უგულებელყოფ იმას, თუ როგორ გაგრძნობინებს თავს პირადად შენ. ერთი სიტყვით, თუ შენ კაცი გჭირდება გადარჩენისთვის, ნამცეცებს დათანხმდები. ასე რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ კაცებზე ზედმეტად არ იზრუნო და არ მიეჯაჭვა, არის დამოუკიდებლობა. კონდეს შენი პირადი შემოსავალი. გამოიმუშავე უნარები. იქონიე შენი რუტინა.
იქონიე შენი დანაზოგი. აგე შენი ცხოვრება. რადგან როცა შენი ფული გაქვს, არჩევანი გაქვს. და როცა არჩევანი გაქვს, აღარ ეჯაჭვები. თხადია, მე არ გულისხმობ იმას, რომ კაცის ფუნქცია უნდა შეითავსო. მით უმეტეს, ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, არც იმ იდეას ვარეკლამებ, რომ კაცი საერთოდ არ არის საჭირო. არა, ეს ასე არ არის. სიყვარული და ურთიერთობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის ცხოვრებაში. უბრალოდ, შენ არჩევი კაცთან, რომელიც თამაშებს, რადგან გეშინია. არ იღებ კაცს, რომელიც ხან ცხელია და ხან ცივი, რადგან ის გჭირდება. არ მისდევ კაცს, რომელიც არათანმიმდევრულია, რადგან სხვა არაფერი ხდება შენს ცხოვრებაში. შენ უბრალოდ ტოვებ ისეთ რამეს, რაც შენს ძალისხმევას და ენერგიას არ იმსახურებს. და დიახ, ბევრი კაცი ლოგიკურად ფიქრობს ქორწინებაზე. მათ უნდათ კარგი მომავალი თავიანთი შვილებისთვის. მათ უნდათ სტაბილურობა. მათ უნდათ სიმშვიდე. მათ უნდათ ქალი, ვისთანაც ინტელექტუალურ დონეზე კავშირი ექნებათ. თუ დამლაგებელი უნდათ, შეუძლიათ დაიქირავონ. თუ საჭმელი უნდათ, შეუძლიათ იყიდონ. განვითარებულ მაღალი ღირებულების მქონე კაც ქალისგან უნდა პირველ რიგში პარტნიორობა. მათ საუკეთესო მეგობარი უნდათ. მათ უნდათ ძლიერი ადამიანი, მომწიფებული ადამიანი, სტაბილური ადამიანი. ასე რომ, როცა სტაბილური ქალი ხდები, უკეთეს კაცებს იზიდავ და იმ კაცებზე, რომლებიც მხოლოდ ენერგიას გაკარგვინებენ, ნაკლებად ზრუნავ. ახლა ვისაუბროთ მიზანზე, რადგან ეს ის ნაწილია, რომელსაც ბევრი ქალი ტოვებს. კაცი არ უნდა იყოს შენი ცხოვრების ერთადერთი მიზანი. კაცი შენი მიზანი არ არის. კაცი შენი იდენტობა არ არის. თუ შენი ცხოვრება ცარიელია, კაცი ხდება ცენტრი. და როცა კაცი ცენტრი ხდება, შენ ნერვიული ხდები. იწყებ ლოდინს. იწყებ დევნას. იწყებ ცხოვრებას მისი განწყობის გარშემო. ასე რომ ზედმეტად ზრუნვის შეწყვეტის გზა არის შენი ცხოვრების შევსება. შექმენი ჯანსაღი მიზანი. კონცენტრირდი მიზნებზე. კონცენტრირდი შენ სხეულზე. კონცენტრირდი მეგობრობაზე. კონცენტრირდი რწმენაზე. კონცენტრირდი განვითარებაზე. კონცენტრირდი ქველმოქმედებაზე. კონცენტრირდი რაიმე მნიშვნელობის მქონე საქმის კეთებაზე. იმიტომ რომ კაცს შეუძლია სიყვარული დაამატოს შენს ცხოვრებას, მაგრამ ის ვერ იქნება შენი არსებობის საფუძველი. ასე რომ თუ გინდა კაცებზე ზედმეტად არ იზრუნო, გახდი ქალი სავსე ცხოვრებით. ქალი მისიის მქონე. ქალი მიმართულებით. როცა კაცი უკან იხევს, შენ არ იშლები. არ ვარდები პანიკაში. არ ეხვეწები. უბრალოდ აგრძელებ ცხოვრებას. და სწორედ ეს ენერგიაა ის, რასაც კაცები პატივს სცემენ. რადგან შენ არ ცდილობ კაცს ისე ჩაეჭიდო, თითქოს ის ჟანგბადია. შენ მას ირჩევ ისე, თითქოს ის ბონუსია. ეს არის ძალა. და სწორედ ამიტომ ედევნებიან კაცები იმ ქალებს, რომლებსაც არ ეშინიათ მათი დაკარგვის. რადგან ამ ქალს ცხოვრება აქვს. ამ ქალს სტანდარტები აქვს. ამ ქალს არჩევანი აქვს. ახლა ის ნაწილი, რომელიც ბევრ ადამიანს არ მოსწონს. როცა მართლა ხდები ქალი, რომელსაც ის მარტივად ვერ მიიღებს, კაცები ხშირად უფრო მეტად გედევნებიან. რატომ? იმიტომ რომ კაცებს უნდათ ის, რასაც მარტივად ვერ მიიღებენ. კაცებს უნდათ ის, რასაც გრძნობენ, რომ შეიძლება დაკარგონ. კაცებს უნდათ ქალი, რომელიც მშვიდია და არ ეხვეწება. ეს არ ნიშნავს, რომ კაცებს სიამოვნებთ ქალების ტკივილი. ეს ნიშნავს, რომ კაცები აფასებენ იმას, რასაც ღირებულება აქვს. და ღირებულება საზღვრებით იქმნება. ასე რომ, როცა შეწყვეტ ვინმეს დაკარგვის შიშს, დინამიკა იცვლება. იმის ნაცვლად, რომ შენ ცდილობდე მის მოხიბლას, ის ცდილობს შენს მოხიბლას. იმის ნაცვლად, რომ შენ ცდილობდე მის შენარჩუნებას, ის ცდილობს შენ შენარჩუნებას. იმის ნაცვლად, რომ შენ ამტკიცებდე შენს ღირებულებას, ის ამტკიცებს თავისას. და მოთამაშე კაცები დამოკიდებულები ხდებიან იმ ქალებზე, რომლებიც არ რეაგირებენ, რადგან მათი ხრიკები აღარ მუშაობს. ისინი ხან ცხელდებიან და ხან ცივდებიან, და შენ არ მისდევ. ისინი ქრებიან და შენ არ ეხვეწები. ისინი ბრუნდებიან და შენ შთაბეჭდილების ქვეშ არ ხარ. ისინი გწდიან და შენ ინარჩუნებ შენ სტანდარტს და სწორედ მაშინ იწყებენ ისინი წინ გადადგმას. იწყებენ დევნას. იწყებენ მცდელობას. და თუ ისინი წინ არ დგამენ ნაბიჯს, ისინი მიდიან. ნებისმიერ შემთხვევაში შენ იგებ. რადგან თვეებს არ კარგავ. წლებს არ კარგავ.
საკუთარ თავს არ კარგავ. ეს არის ამ ვიდეოს ნამდვილი აზრი. თუ ამას უსმენ და ფიქრობ, ეს მე ვარ. მე მუდმივად ვეჯაჭვები. მე მუდმივად ზედმეტად ვზრუნავ. მე მუდმივად თამაშებში ვარდები. ახლა კიდევ უფრო ღრმად წავიდეთ და მოვიხმოთ პრაქტიკული ნაბიჯები. როგორ არ უნდა იზრუნო ზედმეტად თავიდანვე. არ აშენებ ინტიმურობას მესიჯებით. არ ხდები მისი წერილობითი მეგობარი. არ საუბრობ მთელი დღე. არ ცდილობ სიტყვებით კაცის დაბმას. შენ აძლევ კაცს ლიდერობის საშუალებას. აძლევ კაცს დაგეგმვის საშუალებას. აძლევ კაცს დევნის საშუალებას. შენ რჩები თბილი, რჩები ქალური, რჩები კეთილი, მაგრამ გულს იცავ მანამდე, სანამ ის დროთა განმავლობაში არ დაგიმტკიცებ საკუთარ ძალისხმევას. და ეს მნიშვნელოვანია, მაღალი ღირებულების ქალიცივი არ არის. ის მიმღებია, მაგრამ ის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. ის ზედმეტად არ ხსნის თავს. ის კაცს არ არწმუნებს, რომ აირჩიოს. ის უბრალოდ აკვირდება და რეალობაზე დაყრდნობით ირჩევს. ეს უნდა მიიღო წესად. არ აჯილდოებ არათანმიმდევრულობას შენი დამატებითი ძალისხმევით. თუ ის უკან იხევს, შენ არ მისდევ. თუ ბუნდოვანია, შენ ინვესტიციას არ დებ. თუ ქრება, შენ მესიჯებს არ წერ. თუ ნამცეცებს გაძლევს, შენ მადლიერივით არ ექცევი. შენ ერთი ნაბიჯით უკან დგები. აძლევ მას სივრცის შეგრძნებას. ეს არ არის დასჯა, ეს არის სტანდარტები. რადგან თუ ცუდ ქცევას მუდმივად აჯილდოებ, კაცს ასწავლი, რომ ცუდად მოგექცეს. ახლა მინდა ემოციურ ასპექტზე ვისაუბრო. ბევრი ქალი ამბობს, მაგრამ მე იმიტომ ვზრუნავ, რომ გულწრფელი ვარ. და გახსოვდეს, შენ ლამაზი ხარ, იმიტომ რომ შეგიძლია ღრმად გიყვარდეს. მაგრამ ღრმა სიყვარული საზღვრების გარეშე თვითგანადგურებად იქცევა. ასე რომ შენი მიზანი არ არის შენი გულის მოკლა. შენი მიზანია მისი დაცვა. შენ წყვეტ ზედმეტ ზრუნვას იმ კაცებზე, რომლებიც სერიოზულები არ არიან, რათა სწორ კაცზე ზრუნვა შეძლო შიშის გარეშე. რადგან რა ხდება, როცა არასწორ კაცზე ზედმეტად ზრუნავ? კარგავ დროს. კარგავ სიმშვიდეს. კარგავ ბრწყინვალებას. კარგავ თავდაჯერებას. იწყებ ისეთი ქცევების გამოვლენას, რომლებიც შენი არ არის. ხდები ის გოგო, რომელიც ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ მოთხოვნილებები აქვს. ხდები ის გოგო, რომელიც გარედან მშვიდია, მაგრამ შიგნით ინგრევა. ეს სიყვარული არ არის. ეს ემოციური გადარჩენის რეჟიმია. მაშინ როგორ უნდა გამოასწორო ეს? ბრუნდებით რეალობაში. ბრუნდებით სტანდარტებში. ბრუნდებით მიზანში. ბრუნდებით დამოუკიდებლობაში. და ნელ-ნელა ხდები ქალი, რომელიც მშვიდია. ქალი, რომელიც ამბობს. თუ მას უნდა ჩემთან, ის ამას აჩვენებს. ქალი, რომელიც ამბობს. თუ მაბნევს, უკან ვიხევ. ქალი, რომელიც ამბობს. კაცებს არ მივდევ. ქალი, რომელიც ამბობს. წლებს დაბნეულობაში არ დავკარგავ. ეს ქალი საშიშია, კარგი გაგებით, რადგან მასთან თამაში შეუძლებელია. ახლა მინდა ყველაზე დიდ საკვანძო საკითხზე ვისაუბრო. მიზეზი, რატომ ზრუნავ ზედმეტად, არის შიში. მარტო დარჩენის შიში. რაღაცის გამოტოვების შიში. შიში, რომ სხვა კაცს ვერ იპოვი. შიში, რომ ძალიან გვიანია. შიში, რომ შანს დაკარგავ. შიში, რომ ის სხვა ქალს აირჩევს. და კაცები ამ შიშს გრძნობენ. ისინი მას შენს ენერგიაში გრძნობენ. და შიში გაიძულებს სასოწარკვეთილმა მიიღო გადაწყვეტილებები. ასე რომ შიშს ჩავხსნით იმით, რომ ვაშენებთ ცხოვრებას, რომელიც კაცზე დამოკიდებული არ არის. თუ ის წავა, შენ კარგად იქნები. თუ სხვა აირჩია, შენ კარგად იქნები. დიახ, გეტკინება, მაგრამ არ დაინგრევი. და როცა ამას მართლა დაიჯერებ, ზედმეტ ზრუნვას წყვეტ. რადგან შენი ნერვული სისტემა მშვიდია. შენ სასოწარკვეთილი არ ხარ. არ მისდევ. და სწორედ ეს იზიდავს სწორ კაცებს. კარგი კაცები შენთან თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. თავს პატივცემულად იგრძნობენ. იგრძნობენ, რომ შეუძლიათ ლიდერობა. იგრძნობენ, რომ სტაბილური ხარ. მოთამაშე კაცები კი გამოწვევას იგრძნობენ. ისინი იგრძნობენ, რომ მათი ხრიკები აღარ მუშაობს. ისინი ან წინ გადმოდგებიან, ან გაქრებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, შენ იგებ.
ასე რომ გავიმეორებ ამ ვიდეოს მთავარ მესიჯს. შენ არ წყვეტ კაცებზე ზედმეტ ზრუნვას მოჩვენებით. შენ წყვეტ იმით, რომ ჭკვიანი ხდები. შენ წყვეტ რეალობაში დარჩენით. თამაშების ამოცნობით. დამოუკიდებლობის აშენებით. სავსე ცხოვრების ცხოვრებით. და შემდეგ სწორი კაცი ბონუსი ხდება, არა გადარჩენის გეგმა. სანამ დავასრულებთ, მინდა კიდევ რამდენიმე რეალური სცენა განვიხილო, რადგან ზოგჯერ საუკეთესოდ მაშინ გვესმის, როცა ამას კონკრეტულ სიტუაციაში ვხედავთ. სცენა 1. კაცს შეხვდი ორჯერ. ის მომხიბვლელია, ამბობს, რომ ძალიან კარგი დრო გაატარა. მაგრამ შემდეგ ნაკლებად გწერს. უფრო ნელაკ პასუხობს. იწყებს იმ თამაშს, როცა ერთ მესიჯს აგზავნის და მერე ქრება. ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, პანიკაში ვარდება. ფიქრობს, შეიძლება ძალიან ბევრი გამოვხატე და ზედმეტად ინტენსიური მოვეჩვენე. შეიძლება რამე ვთქვი. შეიძლება ინტერესი დაკარგა. მერე ცდილობს გამოსწორებას. აგზავნის ტკბილ მესიჯს. აგზავნის სასაცილო რილსებს. ცდილობს მუხტი შეინარჩუნოს. ამით კი იგი ხდება გასართობი კაცისთვის. მაღალი ღირებულების ქალი რეალობაში რჩება. ფიქრობს, თუ დაინტერესებულია, ამას აჩვენებს. ამიტომ არაფერს აკეთებს. არ მისდევ. არავსებს სიცარიელეს. აძლევს მას ლიდერობის საშუალებას. და თუ ის არ ლიდერობს, ის მარტო არ აშენებს ურთიერთობას. უბრალოდ მიდის. სცენა 2. კაცი გვიან ღამით გწერს. შენზე ვფიქრობდი. სიამოვნებით გნახავდი ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, ფიქრობს, რომ კაცს ძლიერ იზიდავს ის. მაგრამ მაღალი ღირებულების ქალი რეალობას ხედავს. კაცს უბრალოდ წვდომა უნდა. კომფორტი უნდა. ყურადღება უნდა. თანაც თავისი პირობებით. ამიტომ ის ან უგულებელყოფს, ან მეორე დღეს მშვიდად პასუხობს. დრამის გარეშე. სცენა 3. კაცი ტკბილია, როცა შენთან უნდა, მერე ცივდება, როცა მოიპოვებს შენთან წვდომას. ქრება, მერე ბრუნდება. ამბობს, ბოდიში, სტრესული კვირა იყო. 1000 საქმე მქონდა. ქალი, რომელიც ზედმეტად ზრუნავს, სიტყვებს ისმენს და იმედს გრძნობს. ფიქრობს, რომ უბრალოდ რთულ პერიოდს გადის, ამიტომ რჩება და ელოდება. მაღალი ღირებულების ქალი სიტყვებს ისმენს, მაგრამ ქცევას უყურებს. ფიქრობს, თუ სტრესი ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ არჩევანივით მეკცევი, მაშინ შენ ჩემთვის არ ხარ. და უკან იხევს. და ბოლოს გიზიარებ პრაქტიკულ ინსტრუმენტს. როცა ხვდები, რომ შენთვის ბუნდოვანია შენს წარმოსახვებსა და კაცის რეალურ თვისებებს შორის სად გადის საზღვარი. ჯერ დაწერე რა არის რეალური. არ არის იმედი გაქვს. არა რა წარმოგიდგენია. არა რას დაგპირდა. დაწერე რა გააკეთა რეალურად. დაგეგმა თუ არა პაემანი. შეასრულა თუ არა სიტყვა. გაგაცნო თუ არა მეგობრები. ძალისხმევაში გულუხვი იყო. კაფიო იყო მისი ქმედებები. თუ რეალური ფაქტები არ გაქვს დასაწერი, ესე იგი ფანტაზიაში ხარ. და ფანტაზია არის ადგილი, სადაც ქალები ებმებიან. კიდევ ერთი ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი არის შემდეგი. როცა კაცი რაღაცას აკეთებს, რაც შენთვის ძალიან ბუნდოვანია, ღიზიანდები, ან შიში გეპარება. მაშინვე არ დაიწყო რეაგირება. არ გააგზავნო მესიჯები სიტუაციის გასარკვევად. იმ მომენტში გამოსწორებას არ ეცადო. მიეცი საკუთარ თავს 2-4 საათი დასამშვიდებლად. გაგიკვირდება, რამდენად მკაფიოდ იფიქრებ, როცა მშვიდად იქნები. ნუ შეგეშინდება იმის, რომ კაცის თვალში უყურადღებო გამოჩენილ ხარ. ყველას გვჭირდება დრო საფიქრელად, რადგან მოთამაშე კაცებს რეაქცია უნდათ. მათ ემოციური პასუხი უნდათ. მათ სასოწარკვეთა უნდათ. მათ მტკიცება უნდათ. და როცა მშვიდი რჩები, კონტროლს კარგავენ. ახლა სოციალურ მედიაზე ვისაუბროთ, რადგან ესეც დღევანდელი რალობის განუყრელი ნაწილია. კაცი ჩუმდება და შენ იწყებ მისის თორების ყურებას. ამოწმებ ონლაინ არის თუ არა. ამოწმებ, ვინმეს ფოტო მოიწონა თუ არა. დეტექტივად იქცევი. ეს არის შფოთვა. მაღალი ღირებულების ქალი არ დასდევს. არ აკონტროლებს. ის საკუთარ ცხოვრებაზე კონცენტრირდება. თუ მას უნდა, ამას პირდაპირ აჩვენებს. სერიოზული კაცის თორებში არ დაიმალება. ის დარეკავს. დაგეგმავს. მოვა,
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ზედმეტად დამყოლობა და კარგი გოგოობა იგივეა, რაც ქალურობა. ქალბატონებო, ასე არ არის. ქალური არის თბილი. ქალური არის მიმღები. ქალური არის კეთილი. მაგრამ ვიყო ზედმეტად კარგი, ნიშნავს, რომ არ გამაჩნდეს საზღვრები. როცა უპატივცემულობას იღებ, როცა ახსნა განმარტებებს აძლევ კაცს, რომელსაც არ აინტერესებ, როცა შანსებს აძლევ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაკარგვის გეშინია, ასე რომ მიზანი არ არის ბოროტი გახდე. მიზანია შეინარჩუნო სითბო, მაგრამ დაამატო სტანდარტები. რბილი, მაგრამ არა სუსტი. კეთილი, მაგრამ არა სასოწარკვეთილი. თბილი, მაგრამ სისულელეებისთვის მიუწვდომელი. და დიახ, კაცები, რომლებიც თამაშებს არიან მიჩვეულნი, გეტყვიან, რომ რთული ხარ. გეტყვიან, რომ ცივი ხარ. იტყვიან, რატომ იქცევი ასე? იმიტომ, რომ ისინი მიჩვეულები არიან ქალებს, რომლებიც რეაგირებენ. ქალებს, რომლებიც აქეთ ედევნებიან. ქალებს, რომლებიც ეხვეწებიან. ამიტომ, როცა შენ ამას არ აკეთებ, მათთვის ეს უცნაურია და ეიგრძნონ დისკომფორტი. რადგან კომფორტი ვალდებულების გარეშე არის ქალით სარგებლობა. ასე რომ თუ ამ ვიდეოდან თუ რამეს წაიღებ იყოს ეს, მისცემ კაცებს შენს ემოციურ ერთგულებას მანამდე, სანამ ის თანმიმდევრული ქმედებებით არ დაიმსახურებს. დარჩი რეალობაში. დააკვირდი პატერნებს. ააშენე შენი ცხოვრება და დაე არასწორი კაცების სწრაფად ჩამოგშორდნენ. ახლა კი თუ უკვე თვეებია დაბნეული ხარ კაცებთან ურთიერთობაში, შენ უკვე იხდი ფასს. იხდი შენი დროით. იხდი შენი სიმშვიდით. იხდი შენი ენერგიით. კაცები კი არასდროს გირჩევენ შენ მაშინ, შეგიძლია წაიკითხო ჩემი 2 წიგნი, ქალური ტრანსფორმაცია და ის, რაც დედამ არ გასწავლა. ეს 2 წიგნი მამაკაცთან ურთიერთობების მართვაში გახდება შენი სამაგიდო წიგნი. ეს არის ამ ვიდეოს დასასრული, თუ გაგიჩნდა კითხვები, შეგიძლია გამიზიარო ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში. ასევე, არ დაგავიწყდეს გამოიწერო Instagram გვერდი. ამ ვიდეოს მოწონებით და არხის გამოწერით კი მე მაძლევ მოტივაციას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილო და გაგიზიარო ეფექტური სტრატეგიები თუ საჭირო ცოდნა. დროებით.